ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები განიხილავს სპეციალური ძალების ირანში გაგზავნას, რათა ფიზიკურად ჩაიგდოს ხელში მისი განბიდრებული ურანი. ირანის სახელმწიფო ტელევიზია უკვე აჩვენებს კადრებს, სადაც შეიარაღებული ადგილობრივები პატრულირებენ სანაპიროებს და სწორედ ამას ელოდებიან. New York Post-ის ინფორმაციით, ოპერაცია გულისხმობს ათასობით სახმელეთო ჯარისკაცის შეჭრას ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მათ მოუწევთ დანაღმული ხაფანგების თავიდან აცილება, დანგრეული გვირაბების შესასვლელების გათხრა და პერიმეტრის დაცვა. ამავდროულად სპეცდანიშნულების მებრძოლების მცირე ჯგუფი უშუალოდ გამოიტანს ურანს. ეხლა გავრცელებული ინფორმაციით, ირანი უკვე ათავსებს ნაღმებსა და ასაფეთქებლებს ისფაჰანის გვირაბების ქსელში ამის მოლოდინში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახლა აჩვენებს შეიარაღებულ სამოქალაქო პირებს ჯასკის სანაპიროსთან, რომელიც ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით მდებარეობს. დააცხადებენ, რომ ისინი მზად არიან აშშ-ის სახმელეთო შეჭრისთვის. მაიკლ პრეჟანი არის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კონსულტანტი და ყოფილი სადაზვერვო ოფიცერი, რომელიც ვაშინგტონიდან გვერდდება. ეს ოპერაცია რეალურად განიხილება. და საერთოდ იცით, ეს ისეთი რამაა, რაც შეიძლება განხორციელდეს. მადლობა მოწვევისთვის, ნატაშა. იცით, მე გადავხედე ამ ამბავს. მას ერთი წყარო აქვს. ბევრი სიფრთხილით ნათქვამი სიტყვაა გამოყენებული. შესაძლო სცენარებისთვის ოპერაციები ყოველთვის იგეგმება. წავა თუ არა ეს საქმე, ეს უკვე სხვა საკითხი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს გაჟონა, ფიქრობ ადმინისტრაციისთვის ზიანის მონტანია. ლოგი შეიძლება თქვას, რომ ეს განზრახ გაჟონა. ასე რომ, რეჟიმი იწყებს ძალების გადაადგილებას, რაც მათ თავდასხმისთვის მოწყვლად ხდის. ყველაფერი, რაც იმ ვიდეოში ვნახეთ, ის ადამიანები, რომლებიც სანაპიროზე დადიან, ეს მარტივი სამიზნეა. ეს ადვილია. ეს არის რაკეტები, ეს არის არაკონტროლირებადი რაკეტები, ეს ბადი რაკეტები, ეს არის დრონები. ასე რომ, ეს ყველაფერი ყოველთვის იგეგმება. ნამდვილი კითხვა ისაა, რეაგირებს თუ არა რეჟიმი ამ ამბავზე. ეს იყო გაჟონვა თუ განზრახ გაკეთებული, რომ რეჟიმს, იცით, არასწორი გათვლა გაეკეთებინა? მინდა ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აშშ-ის შესაძლებლობებზე. აშშ-ს მოუწევდა საჰაერო სივრცის მეოთხედის კონტროლი, ერთდროულად რამდენიმე ბირთვული ობიექტის გარშემო თავდაცვითი პერიმეტრის დაცვა და გამოეტანა 20,000 ფუნტი გამდიდრებული ურანი. ამავდროულად განეცადა, იცით, პოტენციური მსხვერპლი და ირანის სამხედრო ძალების ნარჩენებთან ბრძოლა. აშშ-ის არის თუ არა სამხედრო ძალა ეხლა საკმარისად გადატვირთული 12 ღამის დაბომბვის შემდეგ სპარსეთის ყურის თავდაცვითი ოპერაციებით, წითელი ზღვის საფრთხეებით, იცით შეძლებს თუ არა ასეთი მასშტაბის რამეს გაუმკლავდეს. კარგი, მე არ ვფიქრობ, რომ ისინი გადატვირთულები არიან მიმდინარე ოპერაციების გამო, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად გადატვირთავდა მათ. და რასაც გულისხმობ არის, იცით, უკვე გვყავს თუ არა ძალები რეგიონში. მზად ვართ ამისთვის. თავარი საფრთხე ნებისმიერი ძალისთვის, რომელსაც ირანში ადგილზე განათავსებ, იქნება ის, დაიწყებს თუ არა ირანი დრონებისა და სხვა საბრძოლო მასალის გამოყენებას ჩვენი პოზიციების დასარტყმელად. უნდა კონდეს გარე უსაფრთხოების ზოლი. უნდა შეგეძლოს, რომ იზრუნო, იცი კონდეს საჰაერო თავდაცვის პერიმეტრი, რომ შეძლო ნებისმიერი საფრთხის მოგვარება. და ამისთვის საჭიროა კონვენციური ძალა. ამისთვის საჭიროა ფიზიკური ყოფნა. ასევე საჭიროა, რომ ჩვენ ფლობდეთ ცას. ჩვენ ფლობთ ცას. თუმცა სამწუხაროდ ვერ ვაჩერებთ ირანს ამ რაკეტებისა და რაკეტების გაშვებაში. ისინი ამას არ ვიძელებენ. იცით, აშკარად ხედავთ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას, როგორც თქვენ თქვით, რომელიც აჩვენებს შეიარაღებულ სამოქალაქო პირებს პლაჟებზე, რომლებიც ელოდებიან ამ ამერიკულ შეჭრას. იცით, კითხვა რა თქმა უნდა ესეთია. რამდენად ძლიერია ისლამური რესპუბლიკა და მისი სამხედრო ძალა? ირანის რევოლუციური გვარდია ამ ეტაპზე. იცით, ეს უბრალოდ რიტორიკაა, ეს უბრალოდ ხო გესმით, ეს ფსიქოლოგიური ომია, რომელსაც ვხედავთ და რომლის მიზანიც არის, რომ სახმელეთო ოპერაციის ფასი ძალიან მაღალი გამოჩნდეს. თუ ფიქრობთ, რომ ეს მართლაც ძალიან რთული იქნება შეერთებული შტატებისთვის განახორციელოს, ეს იქნება უკიდურესად რთული, განსაკუთრებით მაშინ, როცა New York Post-ში ჟურნალს ინფორმაცია, რომ ეს ოპერაცია მიმდინარეობს. ორი ამბავია. ერთ-ერთი New York Times-ში ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა ირანის რაკეტებისა და რაკეტების წინააღმდეგ დასაცავად, რომ საჭიროა პეტრიოტის ბატარეების მარაგის შევსება. მეორე ამბავი New York Post-შია, ასე რომ ერთი მიზნად ისახავს რეჟიმს სრულ უსაფრთხოების შეგრძნება შეუქმნას, აშშ-ს საკმარისი პეტრიოტის რაკეტები არ აქვს. ეს კი რეჟიმს ბერკეტს აძლევს. მეორე კი საუბრობს მოახლოებულ მისიაზე, რომელიც რეჟიმს აიძულებს ძალების გადაადგილებას, რაც მათ სამიზნედ აქცევს. საქმე ისაა, რომ წყაროები ძალიან სუსტია. ორივე გამოცემაში, როგორც New York Times-ში, ისე New York Post-ში, ენა სიფრთხილითაა გამოყენებული. ამიტომ რეჟიმმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მაგრამ რაც რეჟიმმა ნამდვილად იცის, არის ის, რომ ჰორმუზის სრუტეში შევიწროების გაგრძელება შეუძლიათ და მათ გასულ კვირას 4 ამერიკელი მოკლეს და არ მიუღიათ ის სასჯელი, რასაც ადმინისტრაცია აპირდებოდა. და ეს არის სიგნალი რეჟიმისთვის, რომ შეგვიძლია ამერიკელების მოკლა. და პრეზიდენტი უბრალოდ კონცენტრირდება ჰორმუზის სრუტეზე, სადაც ჩვენ ბერკეტი გვაქვს. და ეს პრობლემა. კარგი, მიხეილ, მინდა მადლობა გადავიხადო, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა შენი მოსაზრების მოსმენა ამ საკითხზე. როგორც ყოველთვის მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება აქ. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, ნატაშა, რადგან პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.